კანონის გამკაცრების შემდეგ ქვეითად მოსიარულეებისთვის ერთ თვეში 2000-ზე მეტი საჯარი მოქვითარი გამოწერეს. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. ივლისიდან ფეხით მოსიარულეებისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე დაწესებული ჯარიმები რამდენჯერმე გაიზარდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძირითადად დარღვევები გადატვირთულ მონაკვეთებზე ფიქსირდება, ასევე საკმაოდ ხშირია ზებრა გადასასვლელის იგნორირების შემთხვევები. კანონდარღვევების საკმაოდ მაღალი სტატისტიკის მიზეზებზე საუბრის დროს საგზაო სფეროს სპეციალისტები მძღოლების პასუხისმგებლობაზე და საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ არსებულ პრობლემებზეც მიუთითებენ. განსაკუთრებული აქცენტი რეგიონებზე კეთდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ეს კადრები თბილისის ყოველდღიურობას ასახავს. მათზე ჩანს, როგორ არღვევენ ფეხით მოსიარულეები საგზაო მოძრაობის წესებს. გადადიან ავტომობილების სამოძრაო ზოლზე. არ ელოდებიან შუქნიშნის მწვანე შუქს. არ სარგებლობენ მიწისქვეშა გადასასვლელით და ასე შემდეგ. ასეთი დარღვევები კი საფრთხეს უქმნის როგორც თავად ქვეითად მოსიარულეებს, ისე მძღოლებსაც. სტატისტიკის თანახმად მხოლოდ ივლისში საპატრულო ეკიპაჟებმა 2000-ზე მეტი ფეხით მოსიარულე დააჯარიმეს. არ ემორჩილებიან მონიშნებს, ძირითადად გადადიან სამოძრაო ზოლზე, არ სარგებლობენ მიწისქვეშა გადასასვლელით და არ სარგებლობენ შესაბამისად ზებრა გადასასვლელით. ხშირია განსაკუთრებით ცენტრალურ გამზირებზე მსგავსი სამართალდარღვევები მოქალაქეების მხრიდან საჯარო მოქვითრის ჩაბარება ხდება ადგილზე. სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევების და ფატალური შედეგების შემცირების მიზნით დამღრელ მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულე პირებზე რეგულაციები რამდენიმე დღეა რაც გამკაცრდა. კანონმდებლობის მიხედვით ქვეითები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს დარღვევენ, 10 ლარის ნაცვლად უკვე 50 ლარით ჯარიმდებიან. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარის ნაცვლად 100 ლარია. ავტომაგისტრალზე საერთაშორისო ან შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე იგივე დარღვევა 100 ლარით ისჯება. განმეორების შემთხვევაში კი ეს თანხა ორმაგდება. საპატრულო პოლიცია აქტიურად აღასრულებს კანონს. ყველა ის მოქალაქე, რომელიც დაარღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, იქნება დაჯარიმებული. მოვუწოდებ ქვეითად მოსიარულეებს არ დაარღვიონ საგზაო მოძრაობის წესები. სპეციალისტების თქმით, საგზაო შემთხვევებს მხოლოდ ჯარიმები ვერ შეამცირებს და საჭიროა ურბანული გარემოს მოწესრიგებაც. ირაკლი იზორიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით არაერთი მონაკვეთია, სადაც ქვეითთა გადასასვლელი კილომეტრების მანძილზე არ არის. ამას ემატება მოუწყობელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ტროტუარები, გარე განათების არარსებობა და სხვა, რის გამოც ფეხით გადაადგილებას არისკოა. სფეროს სპეციალისტების თქმით, პრობლემა განსაკუთრებით რეგიონებშია. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ კანონის გამკაცრებასთან ერთად მისი აღსრულებაც აქტიურდება. გადასასვლელები უნდა იყოს მეტი, უფრო უნდა გაიზარდოს მობილობას გულისხმობ, ანუ ფეხით სიარული და ველოსიპედისტების გადაადგილება უნდა გავზარდოთ, ამისათვის საჭირო არის მრავალი ზებრა გადასასვლელი. საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის თორნიკე ჭეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტი მჭიდრო კომუნიკაციაში იქნება შესაბამის დაწესებულებებთან, რომ აღსრულება ეფექტიანი იყოს. პარლამენტი იქნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ასევე სხვა დაწესებულებებთან, მათ შორის რა თქმა უნდა უპირველესად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ამ ახალი ნორმების აღსრულება. ქვეითად მოსიარულე დამრღვევ პირებზე გაზრდილი ჯარიმები მთელი ქვეყნის მასშტაბით 9 ივლისიდან ამოქმედდა.